სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ისევ ლოცვას ეხება, ლოცვას ამჟამად ახლობელისთვის, რომელიც დაავადებულია ავათ არის და აინტერესებს კითხვის დამსვლელს კრისტი. როცა ლოცულობთ ვინმეს განსაკუთრებულად, ამას შეუძლია რომ შეცვალოს ღმერთის აზრი? როდესაც ლოცულობთ ვინმეს განსაკუთრებულად შეცვლის თუ არა ჩვენი ლოცვები ღვთის აზრს? და ადრეც იყო ეს კითხვები დასმული და ნახეთ რა კარგად კიდევ ახლიდან კარგად უპასუხებს ჯონ მაკარტური ამას და უფრო ფართოდ გაშლის. დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან გველახთმაში არის შემთხვევები, როდესაც როგორც ჩანს ღმერთმა შეიცვალა აზრი. და პირველი რომელიც გაგახსენებათ ეს არის გამოსვლის წიგნი 32 თავი, როდესაც გახსოვთ ჩამოდის მთიდან მოსე, ნახულობს რომ ერი გაირყვნა, ოქროს ხბო ააშენეს, გააკეთეს და შემდეგ დაამტვრევს ამ ქვის ფიქალებს და ღმერთიც ეუნება რომ მომეცი მიმიშვი რომ ეს ერი გავანადგურო და შენიდან ახლიდან დავიწყებ კიდე ახლოს და მოსეს თხოვს და ღმერთი შეაჩერებს თავის რისხვას. ერთ-ერთი უცებ რაც გამახსენდა, მე სურათს რო ვეძებდი თავფურცლად რომელი დამედო ხომ, პირველი ეს გამახსენდა და არის კიდევ სხვა შემთხვევებიც, როდესაც ღმერთი ამას აკეთებს და ისმენს ჩვენს ლოცვას. ეხლა ამ ქალბატონს აინტერესებდა ალბათ იმიტომ კოვიდის პანდემიამ ძვინვარებს და ბევრი დაავადებოდა და აინტერესებდა ახლობელისთვის როცა ილოცებდა და თუ ეს გადადებულია, ღმერთი შეცვლიდა აზრს დაუშვა და დააბრუნებდა ადამიანს. ალბათ აქედან მოდის კრისტის შეკითხვაც. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. დიახ, ადამიანები ლოცულობდნენ და ძალიან ბევრი ადამიანი როცა ჩაერთვება, ღმერთი ამბობს, კარგი, მე შევიკავებ ჩემს რისხვას და ამ განკითხვას გადავდებ. აღარ მოვიყვან მიწაზე. გახსოვთ ასევე აბრაამიც თხოვს ღმერთს სოდომი და გომორაზე, გახსოვთ ხომ? ეხლა ნიშნავს ეს რომ ღმერთს შეუძლია შეცვალოს თავისი აზრი? ფიქრობ რომ ადამიანური თვალთახედვიდან, პერსპექტივიდან ეს ასეა. ფიქრობ ადამიანური თვალთახედვიდან ჩვენი ლოცვები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს. ამოძრაოს ღმერთი. ეხლა მოდით ავხსნათ ეს ასე. ჩვენ გვჯერა რომ ბიბლია გვასწავლის რომ სულის ხსნა ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის საქმეა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პრეროგატივაა. ღმერთი იხსნის ცოდვილებს ჩვენი საქმეებისა და დამსახურების გარეშე. ხომ ასეა? ასე რომ ადამიანის სულის ხსნა ცალმხრივია. ამას ღმერთი აკეთებს და ის არის ვინც იხსნის ადამიანს. მაგრამ ამავე დროს ის არ აკეთებს ამას ჩვენი რწმენის გარეშე. ან იმ ადამიანის ვის ხსნასაც ღმერთი აპირებს. მისი ჩართულობის გარეშე. ასე რომ რწმენა ეს არის ერთგვარი საშუალება, რომლითაც ღმერთი იხსნის. ჩვენ ასევე გვჯერა რომ ღმერთი განწმენს მორწმუნეს. და ის არის ვინც მორწმუნეს ამსგავსებს განწმენდის პროცესში ღმერთ ქრისტეს. მაგრამ ამას ის ასევე არ აკეთებს მორჩილების გარეშე. ამიტომ ღმერთი მორჩილების საშუალებით განგწმენს ჩვენს, როცა მას ვემორჩილებით. სული წმინდაც აქტიურდება და ჩვენ მისი მსგავსება ხვდებით. იგივე შეიძლება ითქვას ლოცვაზეც. ღმერთს აქვს მიზნები და მისი ნება დადგენილია, მაგრამ მისი ამ ნების შესრულების საშუალება ჩვენი ლოცვებია. სწორედ ამიტომ ამბობს იაკობი თავის ეპისტოლეში, გახსოვთ იაკობის წერილი, მართალი ადამიანის ეფექტურ ლოცვას, ხურვალე ლოცვას, ბევრი რამის გაკეთება შეუძლიაო. ფიქრობ ზოგჯერ რადგან მტკიცედ გწამს ღვთის უზენაესობის, ფიქრობთ რომ, იცი რა, ჩვენი ლოცვები ერთგვარი თაყვანისცემის ვარჯიშია და ისინი თითქოს და არ თამაშობენ რეალურ როლს ღვთის ქმედებებში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის ბიბლიური ხედვა. გახსოვთ იესომ ზედა ოთახში საიდუმლო სერობისას მოწაფეებთან ერთად რა თქვა? რაცაც არ უნდა ითხოვდე ჩემი სახელით, დავაკეთებ, რათა მამა განდიდეს ძეშიო. ამგვარად მან სიტყვით მისცა თავის მოწაფეებს ძალა დაპირება, რომ ღვთისნების შესრულების ნაწილი ყოფილიყო, რადგან მათი ლოცვები იქნებოდა საშუალება, რომელთაც ღმერთი
აღასრულებდა თავის საქმეს. ღმერთი გააკეთებს იმაც, რაც მას სურს, მაგრამ მას სურს, რომ ეს ჩვენი ლოცვების მეშვეობით მოხდეს. თქვენ შეგიძლიათ არ ილოცოთ, კაი, ნუ ილოცოთ, მაგრამ იცოდეთ, მე ადრეც გითხარით ეს, რომ როცა ღმერთი გააკეთებს რამეს, თუ განკურნება იქნება რაღაც სასწაულს, თქვენ უკვე ვეღარ იქნებით ამ კურთხევის თანამონაწილე. ან მეორე მხრივ, თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ და თქვენი ლოცვები შეიძლება იყოს იმ ლოცვების ნაწილი, რომლითაც ღმერთი თავის ნებას აღასრულებს და თქვენ კურთხევის თანამონაწილე იქნებით. და იტყვით, რა მშვენიერია, რომ ღმერთმა მე ესე გამომიყენაო. კარგით? მადლობა მოსვენისათვის.